გამარჯობა მეგობრებო, თუ ხართ 50 წელი, ან მაღაზიაზე ძებით არ აქვს მნიშვნელობა 80, 100. ეგეთი კვება, ეგეთი საწმელები, 5 ეგეთი საწმელი თქვენ აუცილებლად უნდა ჭამო. თუ გინდა ძამთელად დაბერდე. ყველას სჭირდება ეგეთი შიბერე, არა ეგეთი შიბერე. რა თქმა უნდა, ყველას უნდა ძამთელობად ყოფნა, სანამ სოცხალია. ბოლომდე უყურე ვიდეო თუ გაინტერესებს, რომელი 5 საწმელია, რომ აუცილებლად უნდა მიიგოთ, თუ გინდა თქვენი ტვინი, გული და ნაწლავები ძამთელი იყო. ეს არის 3 ეგეთი ორგანო, თუ იქნება დიდი ხანი ძამთელი, ადამიანი იქნება დიდი ხანი ძამთელი და ყველა მიცის ომეგა-3 საჭიროა ჩვენი ტვინისთვის და ჩვენი გულის ძამთელობისთვის. დაახლოებით 500 მილიგრამი ყოველდღიური საჭიროა ადამიანისთვის. და თუ არის ანთების პროცესი, შეიძლება 1 გრამიც უნდა დალიო ყოველდღე. მაგისთვის რა უნდა გააკეთო? კვირაში 2-ჯერ აუცილებლად ცხიმიანი თევზი უნდა ჭამო. თევზი თუ არ გიყვარს მეგობრებო, მაშინ არის ჩია, სელი და კაკალი. 3 ეგეთი რაღაცა, სადაც შედის ომეგა-3, მაგრამ ის ომეგა-3 არის ALA, ანუ ალფა ლინოლეიკ მჟავა, რომელიც გადადის ისევე ესე ომეგა-3-ში. რა თქმა უნდა, ცოტათი დაბალი ხარისხისა, მაგრამ მაინც გაგაკმაყოფილებს ომეგა-3-ის რაოდენობა. თუ ესეც არ ჭამს, არც თევზი ჭამს, მაშინ კაფსულის ფორმით ყოველთვის დანამატი იყიდება და ეს დანამატი შეიძლება 1.1-დან 1.5 გრამი დღეში, რომელიც ამოგებულია კაკლის გამო, ჩიას თესლის გამო და სელის თესლის გამო. თუ ეს გინდა, ეს ჭამე. თუ თევზი გიყვარს, კვირაში 2-ჯერ აუცილებლად უნდა ჭამო, როცა ბერდება ადამიანი, მექსირება ხო ჭირდება, ალზაიმერი, დიმენშია, ეს პრობლემები მომავალში რო არ მოვიდეთ, ტვინის ძამთელობა ეხლავე უნდა მიხედო. იმიტომ 2-ჯერ მინიმუმ უნდა ჭამო კვირაში ცხიმოვანი თევზი. 50 წლის ადამიანმა სჭირდება დაახლოებით 20 გრამიდან 50 გრამამდე ბოჭკოვანი. ბოჭკოვანი რისთვის საჭიროა? ჩვენი ნაწლავის ძამთელობისთვის, რომ სიბერეს ადამიანს რას აწუქებს, კაბზობა აწუქებს. იმიტომ კუნთები ისეთი არ არის ძლიერი და ადამიანი ვერ გადის კუჩი კარგად. გადამუშავის სისტემა იმდენად ძლიერი არ არის. იმიტომ ჭირდება ბოჭკოვანი. სად შედის ეს? მწვანე ან ყველანაირი ბოსტნეულში. ყოველდღე შეიძლება ადამიანმა ეს ჭამო, ეს არ შედის მარტო აქ. შედის ნებისმიერი მარცვლოვანი პური რო არის, მრავალმარცვლოვანი მეგობრებო, სადაც ბევრი რამე ერთად შედის ეგეთი პურში. იმიტომ ის პური არ უნდა ჭამო, საიდანაც ეს გამოცლილია რეფენერებული თეთრი ფხვილით გაკეთებული პური. პური თუ გინდა ჭამე, სადაც multigrain რო ქვია ინგლისურად, ეგრე რო გამოიყურება. ეგეთი პური გერკულესში შედის, ჩიაში შედის, კინოაში შედის, ჭიჭიგურაში შედის. არ შედის მარტო რეფენერებული თეთრი პურში. ეს რეფენერებული თეთრი დაჯდება და ვერ გადამუშავებთ ჩვენი კუჭი მაგას კარგად. მეორე, ბოჭკოვანი საწმელი ჭირდება, რომ ცუდი კოლესტერინი მაგლა არ წავიდეთ. დიახ მეგობრებო, ნახე რა შუაშია. ბოჭკოს თქვენ თუ შეჭამს, საწმელი ნელ-ნელა გადამუშავდება და ცუდი კოლესტერინი მაგლა არ წავა. რისკი ძალიან შემცირდება ტიპი 2-ის დიაბეტს. იმიტომ ჭამე აუცილებლად ყოველდღე რამენაერთ ბოჭკოვანი დაახლოებით 20 გრამი. 20 გრამი ძალიან ადვილად შეგიძლია მიიღოთ. შეიძლება პატარა კიტრი პომიდორის სალათად, ნებისმიერი ფორთოლიანი ბოსტნეული. ჭამე საწმელის წინ, მეორე საწმელი, პირველი იყო ომეგა-3, მეორე არის
ბოჭკოვანი საწმელი, სადაც შედის ბევრი საწმელი. პირველში შედის თევზი, ან კაკალი, ჩია და სელის თესლი. მესამე არის თხილეული, ნუში, კაკალი, თხილი, მიწის თხილი, დასავლეთში რომ მოდის ჰეზელნატ, აი ეს ნებისმიერი თხილეული. აქ არის ანტიოქსიდენტი მეგობრებო, რომელიც ოქსიდური სტრესი რო არის ადამიანი თელი დღე სტრესია, ნებისმიერი სტრესი. ანტიოქსიდენტები შედის კარგი ცხიმი, შედის პროტეინი, შედის ეგეთი ცხიმი, რომელიც ხალხი ფიქრობს, აქ ცხიმი შედის და ეს მოემატებს ცუდი ქოლესტერინი, ეს არ მოემატებს, ოღონ უნდა იყო ყოველთვის ნახე გრამობით არითულება. ან ვერ ააწონებს ადამიანი რამდენი გრამი ყოველდღე ხო არ ააწონეთ. თქვენი ხელი აი ესე აიგეთ, აი ერთი მუჭა თხილი, ნებისმიერი თხილი, გინდა ნუში, კაკალი, ნებისმიერი თხილი შეიძლება ჭამა დღეში ერთხელ და თუ ადამიანს აჩუქებს, ანუ ჭამის მერე არ მოუხდება, გამე დატოვე წყალში და ნებისმიერი დროს მეორე დღე ჭამე. კომპლექსური საწმელია მეგობრებო, twinიდან დაწყებული ჩვენი ნაწლავამდე ძალიან მოეწონა. შემდეგი არის მეგობრებო, სოფლიოს ყველაზე ძლიერი სუპერფუდი კურკუმა. ყველა მიცი კურკუმა. კურკუმა არის მეგობრებო, კიბოს წინამდგო პირველი მოგებული საშუალება. 6000 წლის წინ აიურვედას დაწერილია, რომ მარტო ერთი რამე კურკუმინი არსებობდა მაშინ, რომ იკურნალებდა ხალხი კიბოს დავადებად. რამდენი უნდა მიიღოთ? კურკუმინი შეიძლება 2000-დან 3000 მილიგრამამდე დღეს, თუ თქვენ სვამს კაფსულით. მაგრამ თუ თქვენ გააქვთ ფხვნილი, ერთი კოზის მე-4-დი მთელი ცხოვრების მანძილზე შეიძლება დალიო, ან ნებისმიერი საწმელის გამზადებულის დროს, რომ თქვენი ორგანიზმში შიგნით წავიდეთ. საწმელში მთელი ცხოვრება შეიძლება ჭამო. ერთი ჩაის კოზის მე-4-დე მეგობრებო. ჯოგი კოზივით კლაპავს არ შეიძლება. ბოლოს მეგობრებო, ხილი. მაგრამ არის შემთხვევები, რომელიც შემთხვევა ხილი არ იჭმება. პირველი შემთხვევა არის თუ წონის დაკლება გინდა, მეორე შემთხვევა არის თუ გაჩუქებთ ტიპი 2-ის დიაბეტი, მესამე შემთხვევა არის თუ გააქვთ კიბოს დავადება. სამი შემთხვევა თუ არა გააქვთ, ნებისმიერი ხილის ჭამა შეიძლება და თუ ეს სამიდან ერთ-ერთი გააქვთ თქვენ, მაშინ კენკროვანი ნებისმიერი ხილი. მოცვი რო არის, სხვადასხვა მოცვები. სტრობერი. ეხლა სეზონი არ არის. ეს შეიძლება ჭამოთ. აქ დიაბეტიანი ადამიანმაც შეიძლება ჭამო. წონის დაკლება ვისაც უნდა, იმას შეიძლება ჭამო. აქ არის ბოჭკოვანი, რომელიც ნელა გადამუშავდება და სწრაფად საძამთრო ანანასი რო ჭამს, სწრაფად მიდის სისხლში გლუკოზა. თურმე ვიტამინი კი ყველა ხილში არსებობს. იმედია მოგეწონა ინფორმაცია მეგობრებო, ყოველთვის იკავი, ძამთელი და ბედნიერი, გააზიარეთ მეგობრებში, გამოიწერე არხი.